თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ზაზა ვეკუა დედაქალაქის მერს აკრიტიკებს. ვეკუა თვლის, რომ ნარმანიას რჩევა ესაჭიროება, თუმცა ამისთვის 5 მრჩეველი არაა საჭირო. საუბარია დედაქალაქის ბიუჯეტის კორექტირების პროექტზე, რომლის მიხედვითაც მერს 5 მრჩევლის დანიშვნა სურდა. როგორც საკრებულოს წარმომადგენელმა განაცხადა, არ არსებობს არგუმენტი, რომლითაც მერია შეძლებს დაასაბუთოს თუ რატომ სჭირდება ამდენი მრჩეველი დედაქალაქის მერს. ამის მიუხედავად ვეკუა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი საკრებულოს კვლავ დაუბრუნდება და უმრავლესობა შეეცდება პროექტი კეჭისყრით დაამტკიცოს. მინდა გითხრათ, რომ ის რომ დედაქალაქის მერს და ბატონ ნარმანიას რჩევა ესაჭიროება, ეს უდაოა, თუმცა აქ საუბარი უნდა იყოს ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ასევე არ შემიძლია არ გამოყო ის ამბავი, რომ უმრავლესობამ, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატებმა მიიჩნიეს საჭიროდ, რომ პირველი რჩევა მათ თვითონ მიეცა დედაქალაქის მერისთვის და მისი ის დამოკიდებულება, რომ ის თვითონ წყვიტავს დედაქალაქში ყველაფერს, ვისაც უნდა დანიშნავს, როგორც უნდა დანიშნავს და აერია ოჯახის და დედაქალაქის ბიუჯეტი. ამიტომაც დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, პირველ მათგანმა დატოვა კიდეც ხდომა და არ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას.